გამარჯობა. დღეს მინდა მოგიყვეთ ძალიან საინტერესო თემის შესახებ და ეს არის უძილობა. უძილობა აღინიშნება ამის ყოველ მეხუთე ადამიანს. ძალიან გავრცელებულია. ასევე ძალიან გავრცელებულია უძილობის ფორმებიც. უძილობა არსებობს შემდეგნაირი. როცა დაწვევი და არ დაგეძინება, რო დაწვევი დაგეძინება, მაგრამ მალ-მალე გაგეღვიძება, დაწვევი დაგეძინება, მაგრამ დილით ძალიან ნაადრევად გაიღვიძებ. სამივე ფორმა უძილობაა. უძილობას, ანუ ინსომნიას, ბევრი რაღაცა იწვევს და დღეს გაიგებ თუ რა იწვევს, როგორ შეებრძოლო უძილობას არამედიკამენტური გზებით და გამოგადგება თუ არა მელატონინი. კიდევ ჩდება ერთი შეკითხვა, დაგიცავს თუ არა ეს მედიკამენტი COVID ინფექციისგან? ბევრი კვლევა არსებობს. საქმე არის, რომ უძილობას გააჩნია გამომწვევი მიზეზები და თუ შენ მათ კარგად დაიმახსოვრებ, შეგეძლება რომ ისინი მოაგვარო და მათ ფონზე უძილობაც მოიხსნა. ნახე დააგვიდი რომელი გამომწვევები გააჩნია. პირველი და ყველაზე ცნობილი გამომწვევი არის ფსიქოლოგიური სტრესი. ჩვენ ყველანი სტრესში ვართ. რა თქმა უნდა სტრესში ვართ, აბა იზოლაციაში ვართ და ხო გაგიხარდება. ფსიქოლოგიური სტრესი, ასევე შფოთვა, დეპრესია. ზოგადად დეპრესია ეს არის ერთ-ერთი დომინანტი მიზეზი უძილობისა. თუ დეპრესია მოაგვარე, ასევე მოაგვარებ უძილობასაც. მაგიტომაც არის რომ ანტიდეპრესანტები ერთ-ერთი პოპულარული მედიკამენტებია უძილობის წინააღმდეგ, იმიტომ რომ თუ მოგვარდება დეპრესია, მოგვარდება უძილობაც. ისე დეპრესიის მქონე პაციენტებში ჩვენ უძილობის სამივე ფორმა გვხდება, მაგრამ უფრო ხშირი ვარიანტი, როცა დილით ძალიან ნაადრევად იღვიძებენ. კიდევ რა იწევს უძილობას? ქრონიკული ტკივილი. ხვდები ალბათ თუ ახლა რაღაცა ტკივა თავისთავად ვერ დაიძინებ, ხო? გინდა ის იყოს კბილის ტკივილი. მაგრამ აქ საუბარი ქრონიკულ ტკივილზე. ისე გაგიკვირდება, მაგრამ ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები, მათ შორის ოპიოიდები, ასევე იწვევენ უძილობას. გულის ხმარისობა. ხო, თავისთავად თუ არ მუშაობს გული, მაგ შემთხვევაში სისხლი გუგდება ფილტრებში და ფილტრებში დაგიგუბდება სისხლი თავისთავად, როცა უკვე დაწვევი, ეს შენ შეგაწუხებს. გექნება ჰაერის უკმარისობის გაცდა. ამიტომ ძნელი იქნება ჩაძინებაც. ჰიპერთირიოზი. ხო იცი, ფარისები ჯირკვლის დაავადება არის ჰიპერთირიოზი, როცა ის გამოყავს ძალიან ბევრ თიროქსის, ან ტრიოთირონს, ხვდები? პრინციპში ორივეს. და ამის ფონზე სხეულში მეტაბოლიზმი იზრდება და ასევე აქტიურდება ნერვული ქსოვილის აქტივობა. ამიტომაც თავისთავად ახლა უკვე თავისთვის ახანის არის ძალიან კარგ ფორმაში და სულ დაძაბულია. უჭირს ჩაძინება. გერი ეს არის გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ეს არის დაავადება, როცა კუჭის შიგთავსი შემოდის საყლაპავში. დაფიქრდი, რომ დაწვევი თავისთავად ახლა უკვე კუჭი გაუტოლდება საყლაპავს. ნორმალში საყლაპავი კუჭის თავზეა, მაგრამ რო დაწვევი უკვე თანაბარ პოზიციაში არიან. ამიტომაც არის რომ თუ არ მუშაობს საყლაპავის ქვედა სფინქტერი, კუჭის შიგთავსი შემოვა საყლაპავში და პაციენტს აწუხებს და შეიძლება გახდეს უძილობის მიზეზი, ასევე ხველის მიზეზიც, მენოპაუზა. 50 წლის მერე ქალებში საკვერცხები უკვე ორთხს ამოუშვებენ. ესტროგენს უკვე აღარ გამოყოფენ, ხო? იმიტომ ფოლიკულები თითქმის აღარ დარჩა. ამიტომ ესტროგენის რაოდენობის დაქვეითება თავისთვის აწუხებს და იწვევს უძილობას. კოფეინი. თუ ახლა მოყვარული ხარ ყავისა, ყავის დალევა დაძინებამდე 3 საათს ადრე გამოიწვევს უძილობას, რომ ეს არის სტიმულანტი და იზრდება ნერვული ქსოვილის აქტივობა, ნიკოტინი ასევე და ალკოჰოლი. საქმე რა შეიძლება, ალკოჰოლი მართალი ადამიანს ეხმარება ჩაძინებაში, მაგრამ ის ძილის პირველ ნახევარში მალე გაიხარჯება და ძილის მეორე ნახევარში გროვდება ძალიან ბევრი აცეტალდეჰიდი, რომელიც ზრდის საბოლოო ჯამში თავისთავად ისეთი ნივთიერებების რაოდენობას, რომელთა ხარჯზეც თავისთავად უკვე ვეღარ ისვენებს. ამიტომ პაციენტს ხშირად ეღვიძება. გარდა ამისა, ალკოჰოლის მიღების ფონზე ეს ძალიან შარდენი ნივთიერებაა. ხო, ალკოჰოლი შარდენი ნივთიერებაა. ეგ უნდა დაიმახსოვრო, რომ პაციენტს ხშირად ეღვიძება, იმიტომ რომ სავსე აქვს შარდის ბუშტი და ხა წარმოიდგინე ხა გეღვიძება შუაღამეში და გინდა მოშარდვა. ვეღარ დაიძინებ, ხო? გვითარდება უძილობა, ინსომნია. ძილის აპნოე. პნოე ნიშნავს სუნთქავს და აპნოე ნიშნავს რომ უკვე ვეღარ სუნთქავ. თუ ვიღაცა ხვინავს, აი სწორედ მაგ პაციენტებში ხშირად გვხვდება ჩვენ ძილის აპნოე. ძილის აპნოეს დროს სასუნთქისები ვიწოდება. ჟანგბადის შემცველობა სხეულში მკვეთრად ეცემა CO2, მკვეთრად იმატებს და ამის ხარჯზე უკვე თავისთავად ზიანდება კიდევაც. ამიტომ ამათში ხშირია უძილობის შემთხვევები. ეს ალბათ გესწრება მოუსვენარი ფეხების სინდრომი. მოუსვენარი ფეხების სინდრომი ესეც როგორ რაღაცა, რომ დაწვევი და ეს ფეხები მოძრაობს და ვერაფრით რო ვერ ჩერდება და ისე გაწოხებს, რომ აღარ შეგიძლია, ხვდები? ერთი სული გაქვს, რომ როგორმე ესენი გააჩერო, მაგრამ ვერანაირად. ხო,
ახლა წარმოიდგინე ახლა წვევი და ეს ფეხი რომ სულ ქანაობს. ძნელია ხო დაძინება. ბენზოდიაზეპინების ყველა შორის უძილობის წინააღმდეგ ზოგჯერ იყენებენ ბენზოდიაზეპინებს, მაგრამ იცი რომ მათი ხშირი გამოყენება შეიძლება მერე და მერე თავად გახდეს უძილობის მიზეზი, ამიტომაც მე გირჩევ რომ მედიკამენტი თვითნებურად არ მიიღო. ხო, ეს ჩემი რჩევა და დამიჯერე რომ თამაში მენდო. ასაკი 60 წელს ზევით ხავს ძალიან უჭირს დაძინება, ამიტომ იცოდი ის ფაქტი რომ რაც უფრო და უფრო იზრდება ასაკი, მით უფრო და უფრო შეიძლება გახდეს პრობლემური ძილის საკითხი. და მძიმეწეველობა. აქ პრინციპში ჩვენ ყველაფერი ხდება, მათ შორის უძილობის შემთხვევას, ნიკოტინი ყველაფერს წავსველია. ახლა ნახე რას დააგვირდი. თუ აქედან რომელიმე ჩვენ გვაწუხებს, მაშინ მათთან ბრძოლის ყველაზე გონივრული გზა იქნება, რომ თვითონ პრობლემა მოაგვარო, ხო? დეპრესია გაქვს, მოაგვარი დეპრესია, მოგვარდება უძილობაც. კოფეინს იღებ, მოაგვარი კოფეინი, მოგვარდება უძილობაც. ახლა ასაკს რა უნდა უყო, ხო ახლა 60 წელს ვერ მოაგვარი ვერანაირად. რა შეიძლება გააკეთო? არა მედიკამენტურად თუ გინდა რომ ეს უძილობა საბოლოო ჯამში გახდეს შენთვის უცხო. პირველი, თუ ღამით არ ძინავს რა შვები? გძინავს დღისით, ლოგიკურია. ხო, სადაც უნდა ანაზღაურო ეს წილი. ამიტომ შეეცადე რომ დღისით არ დაიძინო. თუ დღისით არ დაიძინებ, მაშინ გექნება სული რომ ღამით აინაზღაურო და ასე მოაგვარებ უძილობის პირველივე მცდელობას. ეს დაიმახსოვრე, დღისით არ დაიძინო, არასდროს არ დაიძინო დღისით. მეორე, თუ ტკივილი გაწუხებს, ტკივილი უნდა მოიხსნა. ლოგიკურია, მას არ ჭირდება ახლა ექსპერტიზა. მესამე, ალკოჰოლი არ მიიღო, ნიკოტინი არ მიიღო. კაი, ხო, ვიცი რომ ასე უცებ თავს ვერ დაანებებ. შეამცირე. ყოველ შემთხვევაში ძილის წინ 3 საათით ადრე მაინც არ მიიღო. всё. მეოთხე, საკვები არ მიიღო. ნახა ძილის წინ მაცივარში შეხედვა და მე იქ დარჩენე რამდენიმე საათი და არ მგონია ახლა კარგი იდეა იყოს თუ გაწუხებს უძილობა. შეეცადე რომ 3 საათით ადრე არც საკვები არ მიიღო. დაფიქრდი ახლა კაცო საკვებს რომ იღებ თავისთავად შენს კუჭ-ნაწლავს ახლა უკვე უჩნდება სული რომ ის რაც ჭამენ მოინელოს, ხო ამიტომ მუშაობს მასზე და რა დროს ძილია. მეხუთე რჩევა. შეეცადე რომ ოთახი იყოს ბნელი, ძალიან ბნელი. ერთი ფოტონიც კი ოთახში არ უნდა შემოდიოდეს. ფანჯრები შეეცადე რომ ბოლომდე დაფარო ფარდებით. ხვდები? შეეცადე რომ ტელევიზორი გამორთო, ასევე გამორთო ტელეფონიც, იდეაში 13 მიანუტებს ყველაფერი მოაშორო. მეექვსე, ცივი ოთახი. ხო, ფიქრობ რომ ახლა თუ გინდა რომ დაგეძინოს, ყველაზე იდეალური ვარიანტი ეს არის თბილი, კაი, ღუღუნა ოთახი. არა, ეგრე არა. ცივი ოთახი სჯობს. ცივი ოთახი იმავდროულად ასევე ზრდის იმუნიტეტსაც. მე არ გეუბნები რომ მაცივარში უნდა დაიძინო. არა, მაცივარში უნდა დაიძინებ, უბრალოდ გაანიავე ოთახი და ის სიგრი რაც იქნება, საკმარისი იქნება ძილისთვის. ჩვენი სხეული ისედაც აქვეითებს ტემპერატურას ძილის დროს. ეს იმიტომ რომ რო ქვეითება ტემპერატურა, ხო? თავისთავად მეტაბოლიზმიც ქვეითდება, მათ შორის ნეირონების აქტივობაც, ამიტომ ძილი უფრო ადვილია. მეშვიდე რჩევა, ვარჯიში დღისით. იცი რომ ძალიან ბევრი სტრესული ჰორმონი, კორტიზოლი და ასევე სტრესული ჰორმონები, კატექოლამინები, როგორც არის თქვა, ადრენალინი და ასევე ნორადრენალინი ძალიან ზრდის თავისთვის აქტივობას და შენ ესე უნდა დაწიო. ესე რომ დაწიო, რა უნდა გააკეთო? ეს არის რაც შეიძლება მეტი ფიზიკური აქტივობა დღის საათებში. არა, ძილის წინ არა. ძილის წინ ნუ დაიწყებ ვარჯიშს დღის საათებში. თუ გამოგიცდია და გიმუშავია, ხო? დიდხანს თუ გიმუშავია, ხა იცი რომ მე ძალიან იღლები და ერთი სული გაქვს დაიძინო. ამიტომ შეეცადე თუ გაწუხებს უძილობა, დღისით კარგად გაიხარჯო, ხდები, ბოლომდე გამოიყენე შენი ენერგია. მეტი ირბინე, მეტი იმოძრავ ველოსიპედით, მეტი გაისერნე, თავარია ფიზიკურად გაიხარჯო. მე ვერჩიო, ერთსა და იმავე დროს დაიძინე და ერთსა და იმავე დროს გაიღვიძე. ხო, მე რა შავათკვირა, შავათკვირას ნუ გაიხანძლიო ძილს. იქონია ყოველთვის ერთი და იგივე რაოდენობის ძილი. 2 შაბათი, 3 შაბათი, 4 შაბათი, 5 შაბათი, პარასკევი შაბათი, მნიშვნელობა მაგას არ აქვს. ყოველთვის უნდა დაიძინო ერთი და იმავე დროს და გაიღვიძო ასევე ერთი და იმავე დროს. ეს იდეალური გზა რომ ჩამოგიყალიბდეს პირობითი რეფლექსი, რომ გაკეთდება თქვა 11 საათი, ავტომატურად უკვე გაიმართები საწოლისკენ. მეცხრე რჩევა, საწოლი მხოლოდ ძილისთვის. საწოლის არა ბიბლიოთეკამ წინ წაიკითხო. საწოლი არც სამზარეულო არა რომ შენ სუფრა გაშალო. საწოლი შეიძლება გამოიყენო მხოლოდ ასე რომ თქვა ძილისთვის და პრინციპში თუ მეუღლე ყავს სქესობრივი ურთიერთობისთვის, ხო, ლოგიკურია, სხვანაირად როგორ. მეათე რჩევა, ზემდად ბევრს ნოიფიქრებ. ძალიან ბევრი მაიცის რომ ვაიმე უძილობა მაწუხებს და ხო არ მაქვს სიმსინე. არ გიჩვენე ფიქრებს უძილობას ხშირად სტრესი იწვევს, ამიტომ ნუ გაიხმავებ სტრესს, ხვდები? ნუ დაფიქრდები მასე რომ ვაიმე უძილობა მაწუხებს და მე ახლა ხვალ რა მეშველება და რაც უფრო მეც ფიქრობთ რომ დიდხანს გვიწავს. მითო დიდხანს მუშაობ შენი თავისთვის და ვეღარ დაიძინებ, ამიტომ სჯობს რომ ამაზე არ კონცენტრირდე. გინდა მოგცე კარგი რჩევა. საათიც
მოაშორე. საათი არ შეინახო ოთახში. იმიტომ რომ სულ ყურებს საათს, როდის დაგეძინება და არ მგონია კარგი იდეა იყოს. რჩევა მე-11 არ მიიღო მედიკამენტები შეიძლება. იცი რომ აი საძილეს საშუალებები როგორც არის თქვა ეს ზოპიკლონი, ზალეპლონი, ზოლპიდემი ამ მედიკამენტების მიღებისას ძალიან იზრდი რისკს მთვარეულობისას, რომ ძილში აგერ დაიწყოს სიარული და ასევე იზრდება უბედური შემთხვევების რისკიც. ამიტომ გირჩევ რომ მედიკამენტები თვითონაც არ მიიღო მით უმეტეს როცა მეხება ასეთ გართულებებს. ასევე ბევრი სვამს ანტიჰისტამინურებს, იმიტომ რომ ისინი ურეცეპტოა. რა შევა აპტიაკში და ეთქოს რომ მოდი მომეცი რა დიფენჰიდრამინი ან დოქსილამინი მოდი ერთ კარჩევას მოგცემ ნურსამად ნუ მიიღებ იმიტომ რომ ამათი მიღების ფონზე თავიდან შეიძლება კარგად დაგეცინოს მაგრამ მერე და მერე თვითონ ხდებიან უძილობის მიზეზი გარდა ამისა აქვს ძალიან ბევრი ანტიქოლინერგული ეფექტი იწვევენ პირის სიმშრალეს და მოუსვენარი ფეხების სინდრომს კიდევ უფრო დაგიმძიმებენ ანტიდეპრესანტებს იმდენი გვერდით ეფექტი აქვს მოდი მაგას არც კი დავიწყოთ მაგის ჩამოთვლას იმიტომ რომ ეს თემა არის ძალიან სენსიტიური და ფსიქიატრის გარეშე არც კი გავეთ რომ გაიკარო აბა რა რჩება აი ეს რჩევები რაც გითხარი და თუ მაინც და მაინც გინდა გამოიყენო მედიკამენტი ყველაზე უსაფრთხო საშუალება მაინც ეს არის მელატონინი ეს ჰორმონი წაბექნება ჩვენს თავის ტვინში ამასეთი პატარა სხეულაკია ეს არის ჯალღუზისებრი სხეული იგივე ეპიფისი სწორედ მაგ წარმოიქმნება ეს არის ძილის ჰორმონი მაგრამ არა მარტო ძილის ჰორმონი მას კიდევ ბევრი სხვა ფუნქცია აქვს მელატონინი ასევე არსებობს მედიკამენტური ფორმით ხო და ახლა რას დააგვირდი საქმე რა შეიცი ანუ მართლა ეფექტურია ეს ჰორმონი ძილის გამოსაწვევად ნუ მოდი ასე გეტყვი რა ბევრად უსაფრთხოა ვიდრე სხვები სხვების ფონზე შეიძლება მე უკვე აღარც დაგეძინოს, მაგრამ თავიდან დაგეძინება, მაგრამ მე აღარ დაგეძინება, მე უკვე პირიქით გახდებიან უძილობის მიზეზი, მაგრამ აი ეს მედიკამენტი ბევრად უსაფრთხოა, ამიტომ თუ მაინც და მაინც მედიკამენტი გინდა მიიღო და სხვა მეტ გამოსვლას ვერ პოულობ, გონი ამ კუთხით ხო, გამართლებულია. შეხედე თვითონ აი ეს მედიკამენტი მოწამედი რომ იყოს ძილის ხანგრძლივობა, თქვა 8 საათია ინცილი. ძილის ხანგრძლივობას არ ზრდის. გძინავს 8 საათი, გეძინება ისე 8 საათი. აბა რად მინდა მაშინ ეს წამალი? იმიტომ რომ უფრო ნაადრევად ჩაძინებას უწყობს ხელს. დაწვევი ხო? აი 6-10 წუთით ადრე მალე დაიძინებ. ხო? 6 და 10 წუთი თამაშობს ძალიან დიდ როლს, იმიტომ რომ თუ ამ დროს შინ არ ჩაგეძინება, მაშინ გადააბა და დიდხანს არ დაგეძინება. ის ერთი რჩევაც. თუ არ გეძინება უნდა ადგე. ხო? თუ არ დაგეძინება 20 წუთში უნდა ადგე, მაგრამ მელატონინის ფონზე დაძინება მოხდება უფრო ნაადრევად. ხდები? ამიტომ ამ ხრივ ეფექტური წამალია. სხვათა შორის მელატონინი ძალიან გამართებული არის იმ პირებში, რომლებიც არიან ასაკით 54 წლის ზევით, ხო? ევროპაში სწორედ ამ კატეგორიის ხალხში ინიშნება ხოლმე. თუ ხარ შუახნის ასაკში და გაწუხებს თქვა უძილობა, ამ კუთხით ხო, შეიძლება გამართლებული იყოს გამოყენება მელატონინის. და ასევე აღმოჩნდა, რომ ის ეფექტური არის ბავშვებშიც იმ შემთხვევაში, როცა არის ეგეთი დაავადება, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. ამათ ხშირად აქვს უძილობა, იმიტომ რომ სულ არიან აქტიურები და აქაც ექიმის ჩარევით შეიძლება ვთქვათ უძილობის მოგვარება ამ მედიკამენტის დახმარებით. ხო, ესე ერთ კარჩევას მოგცემ. მელატონინთან ერთად ხშირად ყიდიან ამ წამალსაც ხოლმე. მას ქვია რამელტეონი. რამელტეონი ეს არის მელატონინის რეცეპტორების აგონისტი, მაგრამ ერთ კარჩევას მოგცემ. ეს წამალი ღირს უფრო ძვირი ვიდრე ეს. და სამწუხაროდ ეფექტურობა არაფრით მეტი არ აქვს. ამიტომ ნუ გადაყეს მე ფულს. თუ გინდა გამოიყენო ფარმაკოლოგიური ცოდნა, ვიცოდე რომ თუ ამ ორ შორის მიდგა არჩევანი, ეფექტურობა ორივეს ერთნაირი აქვს, გვერდ ეფექტებიც ორივეს თითქმის ერთნაირი აქვს, მაგრამ ფაშიდი სხვაობაა. ხდები? ამიტომ თულა ნუ გადაყეს მეც. ხო, მოდი ახლა შევისაუბროთ საკუთრივ კოვიდის კუთხით მელატონინს. ხო, ისეთ რაღაც უნდა გითხრა ბარი. აქვე რო არ გამომჩეს. არ გამოიყენო მელატონინი თუ ხარ ფეხწმეთ. ფეხწმებში არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში. ასევე თუ ყვება ბავშვს ძუძუთი არ შეიძლება. თუ გაქვს ღრიძის დაავადებები არ შეიძლება. თუ სიტყვაზე გაქვს აუტოიმუნური დაავადებები შეიძლება იმუნური სისტემა ცოტათი შეგიცვალოს, ამიტომ არ შეიძლება და თუ ხარ ვარფარინზე, ამ შემთხვევაში ზრდის ვარფარინის ეფექტურობას და უფრო მეტი იქნება სისხლდენების განვითარებისთვის. ამიტომ ამ შემთხვევაში ამ წამალს ნუ მიიღებ. მართალია ეს წამალი არის ურეცეპტო, მაგრამ ნუ მიიღებ ამ შემთხვევაში ეს ჩემი რჩევაა. ახლა ნახე რას დააგვირდი. ზოგადად ეს წამალი მელატონინი უსაფრთხო არის თუ მას მიიღებს 3 თვის განმავლობაში მცირე დოზებით ერთსა და იმავე დროს. თქვა დაძინებას აპირებ 12 საათს უნდა მიიღო თქვა 12-ის ნახევარს.
ხვდები? ყოველთვის ერთსა და იმავე დროს. მოდი ახლა ჩვენ გავამახვილოთ ყურადღება მის სხვა მოქმედებებზე. აღმოჩნდა რომ მელატონინი ეს არა უბრალოდ საძილეს საშუალება და ძილის ჰორმონი ჩვენს თავის ტვინში. არა. ის ასევე არის იმუნორეგულატორი. დიახ, ის ჩვენს იმუნურ სისტემას სწორი კუთხით ამისამართებს. იმავდროულად ასევე არის ძალიან სერიოზული ანტიოქსიდანტი. იცი ეგ რას ნიშნავს? ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ხელს იცავს ჰიდროქსიდისგან, სუპეროქსიდისგან, აზოტის ორვალენტიანი ოქსიდის იონისგან, მოკეთ, ანუ რადიკალებისგან მოიცავს რა. ამიტომაც არის რომ აი რადიაციების დროს მისი გამოყენება ხო რაღაც ხრი ეფექტურია. გარდა ამისა, ასევე გააჩნია ძალიან ხო მნიშვნელოვანი ეფექტი, ანთებითიც არის. ისე აღმოჩნდა რომ კლასტერული ტიპის თავის ტკივილების დროს შეიძლება პატარა ეფექტიც ჰქონდეს და ტკივილი ოდნავ შეამსუბუქოს თავისა. ნახე ხელს დაგვირდი ჩვენ გვაინტერესებს რა ხდება კოვიდის შემთხვევაში. ანუ მე ახლა თავს ვერ დავდებ რომ ეს ინფორმაციები ეგრევე უნდა აიტაცო და არიქა და ეს არის კოვიდის საწინააღმდეგო წამალიო. არა, ეგრე არა. მელატონინი არა, კოვიდის საწინააღმდეგო წამალი. ის უბრალოდ კოვიდის შემთხვევაში რაღაცა კარგ ეფექტებს ავლენს და სწორედ მაგის თქმა მინდა მე ახლა. ნახე რას დაგვირდი. შეისწავლეს კლივლენდის კლინიკაში დაახლოებით 27,000 ადამიანი, ну ეს არა პატარა რიცხვი, და მათ ნახეს რომ ვინც იყო მელატონინზე, მათში COVID ინფექციის ტესტით დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 28%-ით დაბალი იყო. ხო, ეს კარგი ამბავია. ხოლო აფროამერიკელებში ეს ეფექტი აღწევდა თითქმის 52%-ს. სხვათა შორის იცი რომ ტრამპი რომ იყო დაავადებული კოვიდით, მას სწორედ რომ ამ მედიკამენტსაც უნიშნავდნენ მელატონინს. ხო, ну ახლა ამერიკის პრეზიდენტს ალბათ ხვდები ახლა ხო, რაღაცა ისე ყალბ რაღაცას არ მისცემდნენ. მგონი ეგეთი სურვილებიც არ არიან. ახლა ნახე რას დაგვირდი. შეისწავლეს მე გარდა კლივლენდის კლინიკისა სხვაგანაც, მათ შორის ტორონტოშიც და ნახეს რომ თურმე ეს მელატონინი რა შეიძლება იცი, აი ამ კალმოდულინის საშუალებით არეგულირებს იმ ჭიშკარს, რომლის წყალობითაც იჭრება ჩვენს ორგანიზმში, აი ეს კოვიდის გამომწვევი შეხედე, აი ეს კორონავირუსი ხო გააჩნია სპაიქცილები, ხო? აი ამ სპაიქცილებით ემაგრება ჩვენს რეცეპტორებს და იჭრება. ხო და ვინც იღებს მელატონინს, ხომ ეს ქვეითება და თავისთავად ვირუს შემოჭრა უძნელდება. შეიძლება სწორედ ეს იყოს ერთ-ერთი მექანიზმი, რის გამოც ჩვენ ნაკლებად ხვდება ვთქვათ ახალგაზრდებში მძიმე ფორმები, იმიტომ რომ მოხუცებში მელატონინის რაოდენობა ნაკლებია, ამიტომ შეიძლება მოხუცებში ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წარმართება ეს დაავადება მძიმედ, იყოს მელატონინი C, ხვდები ხო? C. ახლა კარგად ერთ რაღაც დაიმახსოვრე. სხვა შორის კოლუმბიაში ჩატარდა ასევე კვლევა, ანუ ბევრგან შეისწავლეს რა ეს მელატონინი, ანუ აქ იყო დიდი კვლევა, დანარჩენში პატარ-პატარა კვლევები იყო. და ნახეს რომ ვინც იყო მოთავსებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, იმ პაციენტებში უფრო ნაკლებად ხდებოდა ჩვენ გართულებები, რომლებიც იყვნენ მელატონინზე და ასევე სავარაუდოდ მელატონინი ეხმარება ვაქცინაციის პროცესს უფრო მეტ წარმატებაში ამ კოვიდის წინააღმდეგ. შეიძლება ითქვას თორე რომ აი ეს მელატონინი არის აი უებარი საშუალება კოვიდის შემთხვევაში. არა. ეგ ვერანაირად ვერ ითქმება, იმიტომ რომ მელატონინი არ ხასიათდება ანტივირუსული მოქმედებით, მაგრამ ჩვენ გვაქვს ეჭვი რომ მისი ასე რომ ვთქვათ, დახმარების შემთხვევაში შეიძლება უფრო ადვილი იყოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი სხეულისთვის. ამიტომაც ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კვლევა, უფრო მეტ ადამიანზე, რომ საბოლოო ჯამში ეს ეფექტი იყოს ხმამაღლა ნათქვამი. ჯერჯერობით ეს უბრალოდ რჩება ვარაუდად. რჩება ვარაუდად. პრინციპში, როცა მიიღებ მელატონინს, შეიძლება არა მარტო უძილობაზე იფიქრო, ასევე იმაზეც, რომ კოვიდიც ნაკლებად შეგხვდება. ასე რომ ხო, მინიმუმ პლაცებოს ეფექტი მაინც გარანტირებულია. მგონი საინტერესო იყო. ძალიან მადლობთ დაგრჩევით თუ ამ ინფორმაციას გავუზიარებთ სხვებსაც და ზოგადად რაც მეც ვისწავლეთ, მით უკეთეს იქნება ჩვენთვის.